საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გორში სტიქიისგან დაზიანებული სახლები დაათვალიერა. ბიძინა ივანიშვილი რეგიონში დღეს დილის 10 საათზე ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა. ერთი დღეღამის განმავლობაში ძლიერმა ქარმა გორსა და მის მიმდებარე სოფლებში 80-მდე სახლი დააზიანა. პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელიც ზარალის აღრიცხვის პროცესს და აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას გააკონტროლებს. პრემიერ-მინისტრმა გორი 1 საათის წინ დატოვა, რა მდგომარეობაა რეგიონში და როდის დაიწყება აღდგენითი სამუშაოები. ნოდარ სხირტლაძე მოგვაწვდის ბოლო ინფორმაციას გორიდან. ნოდარ, გისმენთ. პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გორში იმყოფებოდა და პირადად გაეცნო ქალაქში სტიქიის შემდგომ შექმნილ ვითარებას. როგორც ცნობილია, ძლიერმა ქარმა გორის მუნიციპალიტეტში 80-მდე საცხოვრებელი სახლი მთლიან და ნაწილობრივ სახურავის გარეშე დატოვა. ივანიშვილის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების მიერ ნაჩქარევად ჩატარებული გადახურის სამუშაოების ხარისხის სახეზეა. დღეიდან კი მთავრობა მკაცრ კონტროლს გაუწევს ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ასეთ სამუშაოებს. ეხლა ვაკეთებთ აღწერას და ყველაფერს აღვდგენთ და აღვდგენთ იმაზე კარგად, როგორც იყო. მადლობა ღმერთს, რომ განაკლისი არ არის დიდი, ზარალი არაა ძალიან დიდი, არ არის ადამიანური სხერბლი. შესაბამისად, უმოკლეს დროში ყველაფერს აღვადგინეთ. გორში ასევე იმყოფებოდა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც. მინისტრის განცხადებით, პირველად სამუშაოებს ადგილობრივი ხელისუფლება საკუთარი ბიუჯეტით ჩაატარებს. ზარალის სრულად დათვლის შემდეგ კი საჭირო თანხას უკვე ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა. ზარალი ზუსტდება, სამწუხაროდ 80-მდე სახლია გორში და გორის რაიონში დაზიანებული. ზუსტი მონაცემები ამ წუთას არ აქვს თანხობრივად რამდენია, მაგრამ დღეს უკვე ცვლილებას შეიტანს გორის ადგილობრივი საკრებულო ბიუჯეტში, დაიწყება აღდგენითი სამუშაოები და შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტი დაეხმარება გორის რაიონს. ეს უკვე სერიოზული თანხა უკვე სავარაუდოდ მილიონს გადასდება. ჩვენი სარეზერვო ფონდი არ ეყოფა, მობილიზებული არის ორივე სამინისტრო, ფინანსთა და რეგიონალური განვითარების სამინისტრო, ინფრასტრუქტურის. ხოლო გორის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა $1,000,000 გადააჭარბა, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისათვის ბიუჯეტში საჭირო რესურსი მოიძებნება. დიდი მადლობა გორიდან ნოდარ სხირტლაძე საუბრობდა.